რატომ ბედავს ოლიგარქი ამდენს? თუ საქართველოს აღარ არის სტრატეგიული პარტნიორი. ეს ყველაფერი ნაწილობრივ ჩვენი ბრალია, რომ არ გქონდა შავი ზღვის მიმართ გრძელვადიანი სტრატეგია და მეორეს მხრივ ისეთი ხალხის, როგორიც ივანიშვილია, რომელმაც იცის, რომ აუცილებლად წააგებს, თუ საქართველოში იქნება ლიბერალური დემოკრატია. თუ კი საქართველოს ევროკავშირის წევრი გახდება, დემოკრატია ბალეტი არ არის, ეს რაგბი და ფეხბურთია მუდმივად. Democracy is not a ballet, it is a rugby football all the time. რატომ ამწოვებს ივანიშვილი ურთიერთობებს შეერთებულ შტატებთან? თუ კი ივანიშვილი და ქართული ოცნება არ იყვნენ ბედნიერები იმით, რასაც ის გადასცემდა, ელჩისთვის კი არ უნდა დაეწყოთ ყეფა. Instead of barking at her, სომხეთი და აზერბაიჯანი რბილად რომ ვთქვათ, რუსეთისგან დისტანცირებას ცდილობენ, ფაქტობრივად აძევებენ რუსეთს კავკასიიდან. the Armenians saw that because სომხებმა კარგად დაინახეს, რამდენად არასანდო პარტნიორია რუსეთი. ის მათ არ დაეხმარა აზერბაიჯანის წინააღმდეგ ბრძოლაში, ისევე როგორც არ დაეხმარა რუსეთი ასადს სირიაში, არ დაეხმარა ირანს. პოზიტიური ძროებია უკრაინის შეიარაღების საკითხში. მე მაგალითად მერჩია, რომ უკრაინას მიეღო ისეთი რაკეტები, რომელიც რუსებს ლოგისტიკას გაუნადგურებდა. მიზანში ამოიღებდა ნავთობის მარაგებს, დრონების ქარხნებს. მარკ რუტე აცხადებს, რომ ბრაზილიას, ჩინეთს და ინდოეთს მეორადი სანქციები დაუწესდებათ, თუ ისინი რუსეთთან კვლავ ივაჭრებენ. this is the kind of pressure that needs to be applied. დიახ, სწორედ ასეთი ზეწოლაა საჭირო. თუ კი ჩინეთი შეწყვეტს რუსული გაზისა და ნავთობის შესყიდვას და რუსეთის შეიარაღების საჭირო ნაწილებით და კომპონენტებით მომარაგებას, მაშინ რუსეთს ომში გაუჭირდება. გავრცელდა ინფორმაცია, რომ თითქოს ტრამპმა კითხა ზელენსკის დაბომბავს თუ არა მოსკოვს და მისგანაც დადებითი პასუხი მიიღო. I don't know why the president would ask that if maybe არ ვიცი პრეზიდენტმა მართლა კითხა თუ არა, შესაძლოა ის წინა ღამის დაბომბვების გამო პუტინზე გაბრაზებული იყო. ძალიან მნიშვნელოვანი იყო რუსეთის მოკავშირე აიათოლას რეჟიმის შერყევა და ირანის ბირთვული ოცნების განადგურება. თუმცა რას ფიქრობთ? საკმარისი იყო ის, რომ შეერთებულმა შტატებმა და ისრაელმა გააკეთეს. I'm very proud of what our Air Force and მე ძალიან ვიამაყე იმით, რაც ჩვენმა საჰაერო ძალებმა გააკეთეს ისრაელთან ერთად. გაანადგურეს ბირთვული ობიექტები. I worry about you and all my Georgian friends. მე ვდარდობ თქვენზე, შენზე და ჩვენს ქართველ მეგობრებზე. იმედია თბილისში ისევ შევხვდებით. ნახვამდის. Reconnect in Tbilisi. დიდი მადლობა, იმედია თბილისში ისევ შევხვდებით.